აი კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ და ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ხაბეიშვილმა 2 დღის წინ გააკრიტიკა და რაღაცა დროს სალომე ზურაბიშვილი მას ამოეწურა უფლებამოსილებაო. დღეს თქვა რომ სალომე ზურაბიშვილი არ ცდილობს ოპოზიციის გაერთიანებას. მოკლედ ის სულისკვეთება აღარ ჩანს ოპოზიციაში, რასაც ხედავდით ხომ ჩვენ მაშინაც კი როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხედავდით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და სხვა პარტიები მიბრძანდებოდნენ ხოლმე მასთან. ახლა ზურაბიშვილის კრიტიკა დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს რა პროცესი არის, რა ხდება თქვენი შეფასებით? უნდა მოახერხო ადამიანმა, რომ საქართველოს პრეზიდენტობიდან დახვიდე ნაცმოძრაობის პრეზიდენტობამდე, თან როდესაც ნაცმოძრაობაც არ გაღიარებს საკუთარ პრეზიდენტად. ეს სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა, მაგრამ ვერ მოახერხა ის, რომ გამختارიყო ნაცმოძრაობის ლიდერი. ეს არის შიდა დაპირისპირება, რასაც ჩვენ უყურებთ საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ არის ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა დეზინფორმაციაზე, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან ვრცელდება, გავცეთ შესაბამისი პასუხი. სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის ის, რომ 2020 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში მზადდებოდა არაერთი რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი კიდევ იქნება მსგავსი ცდილობები ანალოგიური კრახისთვის იქნება განწირული, ვერ აგროვებენ შესაბამის მხარდაჭერას არჩევნებზე და ერთ-ერთი რაც დარჩენიათ არის არეულობა და როგორც ჩანს შემდეგი ან გასული არეულობების სცენარებში სალომე ზურაბიშვილი უკვე აღარ ჩნდება.